მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას პირველი თავიდან და ახლა 130-დან უნდა გავაგრძელოთ. უბრალოდ ვიდეოს დასაწყისში მინდა გითხრათ, რომ თუ ვინმე ამ ვიდეოს უყურებს, იმიტომ რომ ორობით სისტემაში უნდა მაგალითების განხილვა, ამ თავში 2 თუ 3 ასეთი მაგალითი არის, მაგრამ ვიზაშეწონილად მივიჩნიე არ დავკარგოთ ახლა ამაზე დრო, მithქვათ ეს ორი მაგალითის განხილვა ალბათ საკმარისი არ იქნება ორობით სისტემაში სავარჯიშოდ. და თუ ვინმე გააგრძელებს ჩვენი ვიდეოების ყურებას, რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ჩვენ მთლიანად ამოვწურავთ პროგრამას, ბოლო საკითხი იქნება ორობითი სისტემის განხილვა. ახლა მოდით 130-ს შევუტიოთ. ორი მკერავი 100 მეტრის სიგრძის ნაჭერზე ერთი და იგივე ბოლოებიდან აკეთებს ნიშნულებს. ერთი ყოველ 2 მეტრში, მეორე ყოველ 5 მეტრში. კარგი. ავიღოთ ახლა ჩვენ პირობითად ნაჭერი, ასეთი სწორი ხაზი გავავლოთ. დასაწყისი იყოს მეგობრებო აი ეს პუნქტი. და თუ პირველი მკერავი, მოდი პირველი მკერავი აღნიშნოთ სხვა ფერით, მწვანე ფერი იყოს, აი პირველი მკერავი აკეთებს ყოველ 2 მეტრში. პირობითად ვთქვათ 2 მეტრი არის ასე. აი, აკეთებს ნიშნულებს, ხო? 2 მეტრში, 4, 6, 8 და ასე შემდეგ. დააკვირდით, რომ საკმაოდ ლოგიკურია, ხო? ბოლოში, სულ ბოლოში, ხო, გამოვიდოდა ნიშნულის დასმა, იმიტომ რომ 100 მეტრზეც გამოვიდოდა, მაგრამ რადგანაც აი პრინციპში ამან აღარაფერი აღარ უნდა გამოყოს. აი 99 მეტრზე რომ დააკეთებდა ნიშნულს, ბოლო ნიშნული აღარ არის საჭირო. იმიტომ რომ თვითონ ამ თოკია თუ რა არის უკაცრავად, რა არის ნაჭერი, ხო? ამ ნაჭერზე უნდა იყოს თვითონ და არა ნაჭრის საზღვარზე, ხო? აი როგორც აქ არ არის ნიშნული გაკეთებული, ისე არ იქნება მეგობრებო, აი აქაც ნიშნული გაკეთებული. ეგ არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, სტანდარტული ამოცანაა ახლა და პრინციპში ვეჩვევით აი ამ მომენტის დაკვირვებას და აღქმას რა. რამდენი ნიშნული გამოვიდა მხოლოდ პირველ მკერავს დატანილი აი ამ ნაჭერზე. თუ ახლა ყოველ 2 მეტრში აკეთებდა ამას გავხსენებთ, 100 მეტრი იყოს სულ ნაჭრის სიგრძე, გავყოფთ 2-ზე, ანუ წესით უნდა ყოფილიყო 50, მაგრამ რადგანაც ბოლოში ნიშნა ნულის დატანას არ ვახდენებ და ამას აზრი არ აქვს, ამიტომ იქნება რა თქმა უნდა სულ 59 ნიშნული მხოლოდ პირველი მკერავის მიერ დატანა. მოდით ახლა ავიღოთ ვარდისფერი. აი მკერავის მიერ დატანილი და ყოველ 5 მეტრში აკეთებს ამის დატანას. აქ იქნებოდა მისი ნიშნული ხო სადღაც აქ და ასე შემდეგ. ბოლო ნიშნული სად იქნებოდა? იქნებოდა 95 მეტრთან, ხო? რა თქმა უნდა 100 მეტრზე რაც იგივე ლოგიკა, აზრი არ იქნებოდა ნიშნულის დატანას და ვერც დავიდა. კიდეში თვითონ ნაჭერზე უნდა დაიტანო ეს ნიშნულები. იმედი აი ეს დეტალი გასაგებია, რაზე ვამახვილებ ახლა ყურადღებას. ეგ არის სტანდარტული შეცდომა, რასაც ხშირად უშვებენ ცოტა გამოუცდელი ნუ დავარქვათ მაინც მოსწავლეებს და სტუდენტებს, ვინც აკეთებს, ვინც მუშაობს ამ ამოცანაზე, შეიძლება დასრული заინტერესებული ადამიანი იყოს და უნდა დავაკვირდეთ, რომ სულ ბოლოში ნიშნულის დატანა არ ხდება. ანუ ამიტომ 50 ნიშნული კი არ იქნებოდა 2 მეტრის ინტერვალებით რომ აკეთებთ, იქნებოდა 59 ნიშნული დატანილი. აი აქაც ახლა რამდენი ნიშნული მოგროვდება? წესით ხო უნდა იყოს 20 ნიშნული ყოველ 5 მეტრში, მაგრამ სინამდვილეში დაგროვდებოდა 19 ნიშნული. ახლა ერთი შეხედვით თითქოს და პასუხი უნდა იყოს მეგობრებო 49 პლუს 9. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ იქნება ისეთი ადგილები, სადაც ეს ნიშნულები ერთმანეთს დაემთხვევა. და სინამდვილეში ორი მონიშნა კი არ გამოვა, ერთი ადგილი იქნება
დაკავებული ორივე ნიშნის მიერ. მოდი ეს გავაკეთოთ ახლა ლურჯი სანიშნით, აი 20 მეტრში აი ხო, იქნებოდა როგორც მწვანე ნიშანი, ხო, მწვანე, ასევე იქნებოდა მეგობრებო ვარდისფერი ნიშანიც. მაგრამ სინამდვილეში ეს ერთ ადგილზე ხდება ამათი განთავსება და კითხვა რა იყოს, სულ რამდენი ნიშნული იქნება ნაჭერზე, სინამდვილეში იქნებოდა აი ამ ადგილზე ერთადერთი ნიშნული, ორი ნიშნული ხო არ გამოჩნდებოდა, ერთადერთი ნიშნული იქნებოდა დატანილი. ანუ ფაქტობრივად რა გამოდის ახლა? ეს გამოდის, რომ აი ჩვენ რომ ამბობთ სულ 59 პლუს 18 ნიშნულიაო, ზოგიერთი ნიშნული ჩვენ ზედმეტად გვაქვს ჩათვლილი. აი დაახლოებით გასწავლოთ სიმრავლეებზე ვისწავლით, გამიხილოთ შემდეგ ასეთ ამოცანებს. როგორი ამოცანა გამოდის? აი მაგალითად ინგლისურის მასწავლებლებს ვიყავს ინგლისურის და ქართულის მასწავლებლებმა გადაწყვეტეს ექსკურსიაზე წაიყვანათ მოსწავლეები. ერთის სიაში არის 30 მოსწავლე, მეორე სიაში არის თქვა 20 მოსწავლე და აპრიორში 50 ადგილი იქნება დასაქირავებელი სამარშრუტო ტაქსში. არა. უნდა გავითვალისწინოთ, რომელიმე მოსწავლე ორივესთან ხომ არ არის. ორივე ამასწავლებლის უსახურებთ ხო ასაიგებლოს, აი თქვათ ორივესთან დადის 10 მოსწავლე. მაშინ გამოვა, რომ ეს 10 მოსწავლე ერთთანაც არის, სიაში მეორესთანაც არის და ანუ ესეთი მოსწავლეები ორ ადგილს დაიქირავებენ ამ სამარშრუტო ტაქსში. ჩვენ ამ სიებიდან აი ერთი სია და მეორე სია რომ არის და გამოდის, რომ ეს 10 მოსწავლე ერთშიც არის და მეორეშიც არის, ორჯერ გამოდიან სიაში და ერთხელ ხომ მოხდება მათი წასვლა რომელიმე სიაში წავშლით. ანუ რა უნდა მოხდეს? 30 პლუს 20, მეგობრებო, უნდა გამოაქვდეს 10, ხო? ანალოგიურად მოვიქცევით ზედა ამოცანაშიც, მეგობრებო. ჩვენ დავთვლით ისეთ რიცხვებს, სადაც ორივე ნიშნული არის დატანილი, ასეთი რიცხვები იქნება, რა თქმა უნდა, 5-ის და 2-ის საერთო ჯერადები, აი მათ შორის 10-ანიც არის, საერთო ჯერადი უბრალოდ უფრო ახლოს იყო იქ და არ გამოჩნდებოდა ლამაზად. და ასეთი რამდენი რიცხვია დავთვლით, ასეთი არის მეგობრებო 100 გაყოფილი 10, ანუ 10 რიცხვი, ოღონდ ანალოგიურად აქაც ერთი უნდა გამოაკლდეს, იმიტომ რომ 100-ზე, ანუ ბოლოში ნიშნულები არ კეთდება, ხო? ესე იგი 9 ადგილი იქნებოდა აი ამ დაჭერზე, სადაც ორივე ნიშნული იქნებოდა დატანილი. ანუ გამოდის, რომ აი ამ ჯამზე 9 ერთეული, ესე იგი 9 ადგილი ორჯერ ყავს სიაში შეყვანილი. ამიტომ ერთხელ უნდა გამოვაკლოთ. და შესაბამისად პასუხი იქნებოდა მეგობრებო 59. ну იმედია გავიგეთ ეს ამოცანა. თუ არა და შეგიძლიათ კომენტარებში მიუთითოთ. ვისწევით უფრო მარტივად ავხსნათ, ზოგადად უფრო მარტივი სიტყვები. კარგი, გადავიდეთ ახლა ჩვენ მომდევნო ამოცანაზე. ეს არის 131. ჯერ ჩამოვსკროლოთ. ოდიში. ასე, მომდევნო ამოცანაც გამოვარჩინოთ. კი ბატონო, ორივე ამოცანა ჩანს. აბა ვნახოთ რა ხდება ახლა. 131. ჩვენ გვინდა 25-ის ფაქტორიალი ამოცებული. ну ვიცით ახლა ეს არის 1-ჯერ 2-ჯერ და ასე შემდეგ 25-ის ჩათვლით რიცხვების ნამრავლი და მოცემული არის 5 პასუხი, ხო? 28, 36, 58, 92 და 105. კითხვა რა შემდგომარეობს? ამ 5 რიცხვიდან უნდა შევარჩიოთ ისეთი რომელიც არ წარმოადგენს აი ამ ნამრავლის დამპს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ერთი საინტერესო ფაქტია, მაგალითად 28-ზე რა რიცხვი იყოფა, ეს წინასწარ ჩამოაყალიბოთ ამის განმარტება რა. და თუ გახსოვთ, ჩვენ ასეთი განმარტება მოვიფიქრეთ, შევემუშავეთ.
რომ აი ძირითადი რიცხვებზე გაყოფადობის წესების მიღმა, აი ჩვენ ვიცით 2-ზე, 3-ზე, 4-ზე, 5-ზე, 8-ზე, 9-ზე, 10-ზე, 11-ზე და შეიძლება კიდევ არის სხვა მარტივ რიცხვებზე გაყოფადობის წესებიც. ამათ გარდა ჩვენ შეგვიძლია მოვიფიქროთ რომელიმე შედგენილ რიცხვზე გაყოფადობის წესი, აი მაგალითად 28-ზე გაყოფადობის წესი. და რაში მდგომარეობდა ეგ? 28 უნდა დავშალოთ ურთიერთმარტივ მდგენელებად, აი მაგალითად 4x7-ად და არა 2x14-ად და ამის შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ასე წესს. თუ რიცხვი იყოფა 4-ზეც, კაცრავად, თუ რიცხვი იყოფა 7-ზეც, მაშინ ის აუცილებლად გაიყოფა მეგობრებო 28-ზეც. და დავაკვირდეთ ახლა ჩვენ მიმდევრობას. ამ მიმდევრობაში ხომ არის სადღაც 3-ანიც, ხომ არის 7-ანიც და რა თქმა უნდა, მთლიანად ეს ნაბრალი, როდესაც 3 არის რაშუაშია 4-ანიც, არის 7-ანიც, 4x7-ზე არ გაიყოფა, რა თქმა უნდა, წრე. ამიტომ ეს არ იქნებოდა, ვერ იქნებოდა საძიებელი რიცხვი. ჩვენ ვეძებდით ისეთ რიცხვს, რაზეც ვერ გაიყოფა აღნიშნული ნაბრალი. ეს დავაკვირდეთ 26-ს. ანალოგიური წესი შეგვიძლია 26-ზეც მოვიფიქროთ. დავყოფთ 26-ს, დავშლით ურთიერთმარტივ მდგენელებად, ეს არის 4x9 და დავფიქრდეთ ახლა. რიცხვი თუ იყოფა ესე 4-ზე და 9-ზე, ის აუცილებლად გაიყოფა 26-ზე. კი. აქაც იგივე სიტუაცია. 4-იანი შედის ამ ნამრავლში ცალკე, 9-იანი შედის ცალკე და შესაბამისად, მეგობრებო, 26-ზეც გაიყოფოდა აი ეს ნამრალი. ახლა პრინციპში არ არის სავალდებულო 9 შედიოდეს, აი აქ, აი მაგალითად 1-ჯერ, 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, 6-იც იყოფა 26-ზე. მიუხედავად იმისა, რომ 9 არ შედის, მაგრამ თუ მსგავსი საჭიროების წინაშე დავდექით, ანუ იცოდა დიდი რიცხვი გამოვიდა და მაგალითად 28-ზე, პრინციპში 28-ზე გაყოფა კი იყო აქ. ნუ, ამ შემთხვევაში ძალიან კოხდად მარტივად ადგება აღნიშნული განმარტებები და შესაბამისად მარტივადაც გამოვრიცხეთ A და B. მოდი დავფიქრდეთ ახლა 58-ზე. 58 რომ დავშალოთ ურთიერთმარტივ მდგენელებად, ეს არის მეგობრებო 2x29. თანაც 29 მარტივი რიცხვია, ხო? თვითონ მარტივი რიცხვია და აღარ იშლება მდგენელად და შესაბამისად, მეგობრებო, 29 სუფთა სახით უნდა იყოს ამ ნამრავლში. ან 29-ჯერ რაღაცა უნდა იყოს, ხო, თქვათ 58 უნდა იყოს სადღაც აქ. მაგრამ არ არის, ხო? 1-დან 25-ის ჩათვლით არის რიცხვების ნამრავლი და შესაბამისად არც 29 მოიპოვება აქ თანამამრავლად და არც 29-ის ჯერადი ნებისმიერი სხვა რიცხვი. მაშინ გამოდის, რომ ეს ვერ გაიყოფა, მეგობრებო, 29-ზე და თუ 29-ზე ვერ გაიყოფა, 58-ზეც ვერ გაიყოფა და ეს არის პასუხი. 105-ზე მაგალითად დავშვით ამას 5-ჯერ 23-ად, 92-ს დავშვით 4-ჯერ 23-ად, 4-იანიც და 23-ით, 5-იანიც და 23-ით თანამამრავლებად მოიპოვება 1-დან 25-მდე რიცხვების ნამრავლში და შესაბამისად, მეგობრებო, არც D და არც E არ ივარგებდა ამ კითხვაზე საპასუხოდ. კარგი. მოდით ახლა შევტიოთ 132-ს. რატომ A და B ნატურალური რიცხვები, ну, კაი, მოდი ეს მაინც დავაფიქსიროთ ჩვენ, რომ A და B ნატურალური რიცხვებია. შეკრებისას გიორგიმ B-ს ბოლოში ზედმეტი ნული მიუწერა. ну, ანუ A-ს რომ დავუმატა B, ну, შეეშალა და ასე B-ს ნული მიუწერა. მოდი ახლა ნული რომ თანრიგია, ასე ვაჩვენოთ რა. მოკლედ სწორი ჩვენება არ არის ახლა B1 ნიშნა გამოდის, მაგრამ რაღაცა ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ რაღაცა. ესეთი სიმბოლო, რომ ეს არ არის ნამრალი და რაღაც ნული მერე მიუწერა. და პრინციპში აქვე მოდი დავახურდაოთ ახლა თუ შენ ადგებოდი და B-ს ნულს მიუწერდა, აი მაგალითად 57 არის B, თქვათ და მიგეწერა მასზე ნული. ფაქტობრივად რა გამოგდის? გამოგდის, რომ B10-ზე გაგიმრავლებია, ხო? ამიტომ მოდი პირდაპირ თქვათ, ესე იგი A პლუს 10B დაუწერია გიორგის. კარგი. იმის გამო მან მიიღო რიცხვი, რომელიც KB-T მეტია შედეგებზე.
ანუ რა იგი, წესით მას უნდა ქონოდა a + b. რეალურად მან მიიღო a + 10b. და ეს რეალურად მიღებული წესით მისაღებზე მეტია k-ბეთი. a ჯერ b-ი. ანუ a + b + a ჯერ b უდრის a + 10b. ანუ ჩვენ ფაქტობრივად გადავწყვიტეთ, მეგობრებო, ეს ამოცანა ამოგვეხსნა ასოითი გამოსახულებების გამოყენებით. შესაძლოა აქ რიცხვების ჩასვით სინჯვის მეთოდითაც გამოდიოდეს, უბრალოდ ახლა არ მომდის აზრად ისეთი მიდგომა ჩასმის სინჯვის ხერხით, რომ ამაზე უფრო მარტივი დასანახი იყოს. უბრალოდ პირველი თავია, მაინც ერთგვარი პირველი გაკვეთილებია და შესაძლოა ზოგჯერ მოვერიდოთ ასეთ ასოით ჩანაწერებს, იმიტომ რომ ჩავთვალოთ, რომ არ ვიცი ჯერ არ გაგვივლია რა ეს თემა მაგა. ჩვენ არაერთხელ დავწვდით, რომ გარკვეულწილად წინსწრებად გვიწევს გარკვეული საკითხების გამოყენება. ახლა აქ რა ხდება? ტოლობის ორივე მხარეს არის ესენი გაბათილდებოდა. ჩვენ შეგვიძლია ტოლობის ორივე მხარეს გამოვაკლოთ ან დავუმატოთ ერთი და იგივე რიცხვი ტოლობა არ დაირღვევა, ტოლფასი ტოლობა მიიღება. და ყველგან b არის, b შეგვიძლია ახლა აქ რა დავიტანოთ, ანუ გამოდის kb უდრის 9 ჯერ b-ს და რა გამოდის აქედან? ახლა ვიღაცა ადგება და შეკვეცავს b-ს, მაგრამ ნახეთ, გამოკლებისგან განსხვავებით, ყოველთვის ტოლობის ორივე მხარის ერთსა და იმავე რიცხვზე გაყოფა არ შეგიძლია, მით უმეტეს ცვლადიან გამოსახულებაზე გაყოფა. აი ეს b რომ ნული ყოფილიყო, არ შეიძლება, მაგრამ მეგობრებო, ახლა b თუ ნული იქნებოდა, მასზე ნულის მიწერით შედეგი არ გაიზრდებოდა. იმიტომ ნულს რომ ნული მიუწერო, ანუ არაფერი არ არის, ნულს რომ ნული მიუწერო, არაფერი არ არის, ხო? ისევ ნულია. და ამიტომ ეგ ცვლილებას ვერ მოახდენდა. ამიტომ პრინციპში, და ხო, ყველაზე მთავარი ახლა ეს ლაპარაკობ, b თუ ნატურალური რიცხვია, თავისთავად b ნული ვერ იქნება, იმიტომ რომ ნული ნატურალური რიცხვი არ არის. ამიტომ b ნულისგან განსხვავებულია, ვიცით, ეს არაერთხელ გჭირდება მე ის გამოყენება მოვალში და გამოდის ცხრისტოლი. თუ ზუსტად ამას ვეკითხებოდნენ, მოდი მაინც გადავამოწოთ ახლა წინა დავალების პასუხიც ქონია გადამიუწმებია 31-ში გენადი კი ბატონო 30-ში 59 და 32-ში არის 9. იმედია ახლა კითხვები არ დარჩებოდა. მოდი ნახოთ 133 რას გვიმზადებს. ცოტა ეს ამოცანა დისკომფორტს უქმნის მოსწავლეებს და აქ ახლა ერთი საინტერესო დეტალზე მოგვიწევს ყურადღების გამახვილება. აი მოდი პირველი ამოცანა გავაკეთოთ, იდენტური ამოცანებია პირველი და მეორე. ნახოთ ახლა ძალიან ბევრი თუ არ წაიღო პირველის განხილვა, მეორეც განხილვა. თუ არა და მეორეს აღარ განხილვა, სუსტად ერთი და იგივეა ეს ამოცანა. კარგი, გამოვაჩინოთ ახლა ჩვენ სრული ტექსტი. ესე იგი 9 მომდევნო ნატურალურ რიცხვს შორის 2 იყოფა 8-ზე. ანუ იდეაში რა ხდება? 9 მომდევნო ნატურალურ რიცხვი გვაქვს. ცოტა ბევრ დროს წაიღებს, მაგრამ მოდი ამოვწეროთ 9. ვთქვათ x-ი, x + 1, x + 2, x + 3, x + 4, x + 5, x + 6, x + 7, x + 8. ნუ 9 ცალია ხო? 1 2 3 4 5 6 7 8 9. და მათ შორის 2 ისეთია, რომელიც 8-ზე იყო. ახლა მომდევნობაზე რაღაც ეს რომ პირობა რო 9 მომდევნო რიცხვი იყო, ესეც ვიცით, ასეთ ჩანაწერებს ვიყენებთ. ახლა თან 8-ზე გაყოფაზე საუბრობს. და საინტერესო მომენტია, ხო? აი 8-ზე იყოფა მეუბნება რომელიღაცა 2 მათგანი. აი რასთან უნდა ასოცირდეს ახლა ეს თემა? აი გაყოფადობაზე რომ საუბრობს. თან მიყოლებითაა რიცხვები აღებული. ზოგიერთი მათგანი 8-ზე იყოფა. ანუ ზოგიერთი არ გაიყოფა, ხო? ნუ რომელი აი მაგალითად x + 3 თუ იყოფა 8-ზე, თავისთავად მომდევნო რიცხვი 8-ზე გაყოფის დროს 1-ს უცნობს ნაერთს, მომდევნო 2-ს, მომდევნო 3-ს. და უკვე დღის წესრიგში შემოდის, დგება რა? ნაშთებზე
შეხსენების საჭიროება ხო? ანუ ნაშთები უნდა გაგვახსენდეს ახლა. 8-ზე გაყოფის დროს რა ტიპის ნაშთები მიიღება? ესა 0, 1, 2 და ასე შემდეგ 7 ხო? ანუ ნაშთები არის 0-დან, ესე ნაშთები 7-ის ჩათვლით, იმიტომ რომ განყოფზე ნაკლები უნდა იყოს. ანუ 8 ცალი ტიპის ნაშთი არის, ხო? შეიძლება მივიღოთ. ესე დავფიქრდეთ ერთ მომენტზე. ესე იგი, მე 9 რიცხვი მაქვს და 9 ადგილი მაქვს, ხო, 9 რიცხვი უნდა ამოვწერო, მაგრამ ტიპი 8-ზე გაყოფის მიხედვით არის 8 ტიპის რიცხვი, ხო? 8k სახის, 8k + 1 სახის, 8k + 2-ის და ასე შემდეგ 8k + 7 სახის, ხო? ანუ რა ნაშთებს მაძლევს ეს 0 მაძლევს ნაშთს, ეს 1 მაძლევს ნაშთს, ეს 2 მაძლევს ნაშთს და ასე შემდეგ ეს 7 მაძლევს ნაშთს, ხო? 8 ტიპის რიცხვი მაქვს და 9 ადგილი მაქვს. ნუ ახლა დირიხლეს პრინციპი თუ იმას გახსოვთ, ეგ დაახლოებით იგივეა. 8 გალია რომ გქონდეს და 9 კურდღელი ყავდეს ჩასასმელი, თან გარეთ ვერც ერთ კურდღელს ვერ დავტოვებთ. ხომ მოხდება ისე რომ რომელიღაც გალიაში ცუცუთა 2 კურდღელი აღმოჩნდება. აი თავიდანვე ახლა თუ არ გახსოვთ დირიხლეს პრინციპი, შესაძლოა კურდღლების და გალიების ხსენება ახლა ცოტა დაგვაბნიოს. ეს საკმაოდ მარტივი ამოცანაა და შეიძლება ბევრი ანალოგიის მოყვანა არ სჭირდებოდეს, მაგრამ ანუ რას უნდა დავაკვირდეთ? მეგობრებო, თქვენ რომ 9 რიცხვის ჩამონათვალს აკეთებთ, ხო? მოდი უბრალოდ აი 8 რიცხვის ჩამონათვალი. 9 არის პირობაში, მაგრამ აი მოდი ჩამოთვალეთ 8 რიცხვი. აი ნებისმიერი 8 მომდევნო რიცხვი რომ ავიღოთ. ნებისმიერი ეს იქნება 1-დან 8-ის ჩათვლით თუ 164-დან 171-ის ჩათვლით თუ არ აქვს მნიშვნელობა მეგობრებო. აუცილებლად მათ შორის ერთი რიცხვი იქნება ის, რომელიც 8-ზე უნაშთოდ იყოფა. ერთი იქნება, რომელიც ნაშთს 1-ს გაძლევს 8-ზე გაყოფის დროს. ერთი ცალი იქნება, რომელიც 2-ს გაძლევს, ერთი, რომელიც 3-ს გაძლევს. ანუ ყველა ტიპის ამ 8 ტიპიდან ყველა ტიპის რიცხვი იქნება თითო ცალი. ოღონდ ეგ რა დროს? როდესაც მეგობრებო 8 ცალი რიცხვი გვაქვს ამოწერილი. აი ნებისმიერ საიდანაც არ უნდა იწყებოდეს ამოწერა. აი მაგალითად, ამოწერა რომ დამეწყო 10-დან. ნუ 10 8-ზე გაყოფის დროს ნაშთს გვაძლევს 2-ს, ხო? მომდევნო 11 იქნებოდა, ეს 3-ს გვაძლევს ნაშთს, მერე 12, ეს 4-ს გვაძლევს ნაშთს, მერე 13, ეს 5-ს გვაძლევს, 14, ეს 6-ს გვაძლევს, 15, ეს 7-ს გვაძლევს. აჰა, მერე რა იქნება? 16 უკვე 0-ს მოგცემს და 17 მეგობრებო გაძლევს ნაშთს 1-ს. დააკვირდით ყველა ნაშთი 8-ზე გაყოფის დროს რა ნაშთი შეიძლება მივიღო, ყველა დაფიქსირდეთ ამ თითო-თითოჯერ. არა აქვს მნიშვნელობა საიდან დაიწყებოდა ათვლა 1-დან დაიწყო, ათვლა 1 ხო 8-ზე გაყოფის დროს 1 მაძლევს ნაშთს, მერე 2-ს დავწერდი ეს 2-ს მაძლევს და ასე შემდეგ ბოლო მომცემდა უკვე ნაშთს 0-ს. ძალიან მაგარია. კი ბატონო, კარგია. მაგრამ როდესაც 9 რიცხვია ამოწერილი, მაშინ რა მოხდებოდა? მაშინ მოხდებოდა ასეთი რამ. პირველი რიცხვი რა ტიპსაც მაძლევს, ანუ რა ტიპისიც არის. აი მაგალითად ეს მაძლევს 8-ზე გაყოფის დროს 1 ნაშთს, ხო? ეს მომცემდა 2-ს, ეს 3-ს, ეს 4-ს, ეს 5-ს, ეს 6-ს, ეს 7-ს, ეს 0-ს და ეს ისევ 1-ს მომცემდა. ანუ მე-9 რიცხვი ზუსტად იმას მომცემს ნაშთს, რასაც მაძლევდა პირველი რიცხვი. ანუ ერთით მეტი რომელი ტიპი იქნება? ნუ სულ 9 ადგილი მაქვს და 8 ტიპი რომ განვალაგო, რომელიღაც 2 ადგილზე ერთი და იგივე ტიპის რიცხვების გამოყენება დამჭირდება, ხო? სულ 8 ტიპი გვაქვს 8-ზე გაყოფისას. და რადგანაც მე მეგობრებო მინდა რომ 2 რიცხვი მქონდეს ისეთი, რომელიც 8-ზე იყო, ანუ ნაშთს 0-ს მაძლევს, ხო? აი ამ ტიპის წარმომადგენელი 2 მინდა რომ იყოს, გამოდის რომ პირველი რიცხვი უნდა იყოს ზუსტად ასეთი, ანუ ეს x-ი უნდა იყოფოდეს 8-ზე და ბოლოც იქნება ზუსტად ასეთი x + 8-ს გაიყოფა მეგობრებო 8-ზე. ცოტა ხანგრძლივი მსჯელობაც გამოგვივიდა ოქროები, მაგრამ მგონია ჭეშმარიტ პროგრამამდე მიგიყვანეთ.
ახლა რომ არ გამომეორდე, შეგიძლიათ ეს ჩანაწერი გადაახვიოთ, კიდევ გულდასმით მოусმინოთ, ცოტა შორიდან ვეცადე წამოყოლას და ახსნას, მაგრამ საერთოდ უნდა გვესმოდეს მიყოლებით რომ არის რიცხვები აღებული და მაგალითად ზუსტად რამდენი ტიპისიც უნდა იყოს ეს რიცხვები, რაოდენობა არ იყოფა ამ ტიპზე. მაგალითად, თუ 8 ტიპის რიცხვი არის, რიცხვების რაოდენობა არ არის 8, 16, 32, 40, ანუ 8-ზე რომ ზუსტად იყოფოდეს, ხო? მაშინ აუცილებლად რომელიღაც ტიპი უფრო მეტი იქნება ამ რიცხვებში, ვიდრე სხვა ტიპები. და რომელი ტიპები იქნება უფრო მეტი, რომლითაც იწყება, მეგობრებო, ამ აღებული რიცხვების ათი. ნუ, დავაგზავნოთ ახლა ამოცანა და პირობა წავიკითხოთ ბოლომდე ახლა. ამ ორი რიცხვის ჯამი არის 408. ანუ გამოდის, რომ x-ის და x+x-ის და x+8-ის ჯამი არის მეგობრებო 408. ახლა იქ ძალიან მარტივი განტოლებაა მოსახსნელად და მოდი ამოვხსნათ. x-ი გამოვიდა 200 და შესაბამისად x+8 ანუ ბოლო რიცხვი გამოვიდოდა 208. და ზუსტად აქ გვეკითხებოდნენ ჩვენ ამ რიცხვებს შორის უმცირესი იპოვოთ. პასუხი იყო 200. აბსოლუტურად იდენტური ამოცანაა. 33-ის მეორე. აქ 21 რიცხვია, 21 მომდევნო რიცხვია აღებული. და x+1 რა თქმა უნდა ახლა 9 რიცხვის ამოწერა არ იყო რთული, მარტივი იყო და ახლა 21 რიცხვის ამოწერა ცოტა არასერიოზულიც იქნება. x+20 იქნებოდა ბოლო, ხო? ანუ x+0-დან იწყება x+20-მდე, ანუ 21 ცალი რიცხვია. და აქ ახლა უკვე 20-ზე გაყოფას განიხილავენ, ანუ ჩვენ გვინდა ორი რიცხვი, რომელიც 20-ზე იყო. 20-ზე გაყოფის დროს, მეგობრებო, 20 ტიპის რიცხვი გვაქვს, 20 ტიპის რიცხვი. და რადგანაც 21 ადგილი გვაქვს და ამ 20 ტიპიდან ერთ-ერთი ტიპი გვინდა რომ ორჯერ გამეორდეს, გამოდის მეგობრებო, რომ პირველი რიცხვი უნდა იყოს სწორედ მოთხოვნილი ტიპის. ანუ რადგანაც მე მინდა 20 ტიპის რიცხვი გვაქვს ჩვენ 20-ზე გაყოფის დროს, ხო? და თან მინდა რომ ორი რიცხვი იყოფოდეს 20, ანუ 20-ზე გაყოფის დროს ნაშთს გვაძლევდეს მეგობრებო 0-ს, ხო? ნაშთს გვაძლევდეს 0-ს. ესე იგი პირველი რიცხვი უნდა იყოს ასეთი და ბოლო რიცხვი უნდა იყოს ასეთი ოქროები. და ამ ორი რიცხვის ჯამი თუ არის 100, მაშინ x-ი გამოდის მეგობრებო 40 და x+20 იქნება 60. ჩვენ აქ ვთხოვდნენ უკვე უდიდესს, ანუ პასუხი იქნებოდა 60. მოდი გავაგზავნოთ ახლა 134. 134. მოდი ავსკებთ და ბარევ 135-ის გამოაჩინეთ. დავარჩინე ისე კაცრავად, მოდი ასე ვქნათ. ამწევთ გუდიში, ვკაცთინეთ 134. უკა ცალი განსხვავებული ნატურალური რიცხვის ჯამი არის 36. კაცალი, ანუ მე არ ვიცი რამდენი რიცხვი აღებული a + b + და რაღაცა ბევრი რიცხვი რაღაცა იშიური. და ეგ არის კაცალი, ხო? თან ყველა ეს რიცხვი ნატურალურებია, ну ნატურალური რიცხვებია ესენი ყველა. ჩემი გამოვიდა 36. კი ბატონო. რა მაქსიმალური მნიშვნელობის მიღება შეუძლია k-ს? ანუ k მაქსიმუმ რა იქნება? ანუ ამაცანა რომ დავახურდავ ცოტა სხვანაირად რა ხდება. მე რომ რიცხვების ჯამი გამომივიდეს 36, აი სულ ბევრი, ყველაზე დიდი რამდენი რიცხვის აღება შემიძლია. ახლა მეგობრებო, რაც შეიძლება ბევრმა რიცხვმა რომ მოქცეს ჯამში 36, ხო ლოგიკურია რომ
ეს რიცხვები თავად უნდა იყოს პატარა. პატარა, აი რაც შეიძლება პატარები. ახლა დიდები თუ იქნებოდნენ, გამოდის რომ მაშინ ორი რიცხვით საკმარისი იქნებოდა 36 მიიღო, ანუ ერთი რიცხვიც რა. მაგრამ თუ მინდა ბევრი რიცხვი ჩაერთოს ამაში, გამოდის რომ რაც შეიძლება ცოტა არის პატარა რიცხვები არის ასაღები. მაგრამ ახლა რადგანაც ნატურალურებია, ყველაზე პატარა რიცხვი ერთზე ქვემოთ ვერ იქნებოდა. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ განსხვავებული ნატურალური რიცხვებია უნდა ავიღოთ. ანუ გამოდის მეგობრებო, რომ ერთს მეორეჯერ ვეღარ აღგებ. მაშინ მომდენო რიცხვი რა უნდა იყოს, რაც შეიძლება პატარა რომ ავიღო 2. მათი ჯამი ახლა 36-მდე ვერ მიდის, ამიტომ მე გამიღო 3-იანი, 4-იანი, 5-იანი და აღებას გავაგრძელებ ასე, სანამ 36-ს არ მივუახლოვდები. აი 26-ს რომ მივუახლოვდები, მე რა იქნებოდა? ბოლო რიცხვით დავაკორექტირებდი, მაგრამ ახლა ჩვენ აქ გულისხმობ დაკორექტირებას გეტყვით. 36-ს პირდაპირ ვიღებთ ასეთი ჯამი და რომ დავკრებთ ახლა ამას, მეგობრებო 36-ია ეგ და 8 რიცხვი იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა, რომლითაც ჩვენ შეგვეძლო წარმოგვედგინა ჯამი 36-ის ტოლი. ახლა აქ მეგობრებო თუ ვინმე ცოტა სხვა აზრი აქ არ იყო ჩვენი საუბარი და სხვა ვერსია აქვს, აი გამორიცხულია ეგ. რატომ არის გამორიცხული? იმიტომ რომ უფრო მეტი რიცხვით რომ წარმომედგინა მე 36-ით, მაშინ მე კიდევ უფრო უნდა შემემცირებინა აღებული რიცხვები და ფიზიკურად შეუძლებელია. ერთზე პატარა ნატურალური რიცხვი არ არსებობს და ამიტომ. ასე რას გულისხმობდი მე დაკორექტირებას, აი ნახეთ, ავიღე, ასე და მაგალითად აქ რო ყოფილიყო 39-ის მიღება საჭირო. Ну, დავიწყე ახლა დავკრიბე 1, 2, 3, 5, 7, აი მაგალითად 1-დან 7-მდე რიცხვების ჯავს რო დავხვიდით 28 იყო. აშკარად პოტენცია არის რომ კიდევ მერვე რიცხვი დავუმატოთ და ვივიღეთ 36-ს. აქ 39-ია მისაღები. შენ რომ კიდევ მე-9 რიცხვი აიღო, ეს 3-იანი მეგობრებო, გამოდის რომ იმეორებ, ხო, ამ 3-ს. ანუ ვერ აიღებ მეც. მაგრამ მარტივი გამოსავალი. რა? სამწუხაროდ მე-9 რიცხვი ვერ მოხერხდება, შანსი არაა, რომ 9 რიცხვის ჯამა მოხდეს 39, მაგრამ 8 რიცხვის ჯამა რომ მოხდეს, ეს შეგვიძლია. უბრალოდ ბოლოს 8-ს მაგივრად დავწერდით, აი დავაკორექტირებდით ბოლო რიცხვი და იქნებოდა 8 + 3, ანუ 11. უკვე მოთი ჯამი გამოდის მეგობრებო 29. კარგი. მოდი ვნახოთ 135. რა სიტყვებს ჩვენთან? ესე იგი x იყო მეგობრებო 165. გაცნობთ. და x-ი გაიზარდა 165-დან 166-მდე. ნუ ესეთი ცვლილება მოხდა და აქ არის 3 რიცხვია მოცემული, გვეკითხებიან რომელი გაიზრდებოდა ამ 3-დან. გაიზრდება. ეს -1 შეფარდებული x-თან და 1 შეფარდებული x² - x-თან. რა თქმა უნდა, ჩასმით, ეგ ძალიან მარტივად გამოვა, ჩასვით ჯერ 165, მერე ჩასვით 166 და დააკვირდით, მაგრამ ახლა შევეცადოთ ზოგადად ვიმშევთ რა. ანუ მეგობრებო, ახლა აქ თუ ჩვენ 165-ის მაგივრად ჩავწერთ 166, ანუ ორჯერ 166 გახდება, ხო? ანუ უფრო დიდი იქნება. საკლები ვიდრე მანამდე იყო და საკლების ზრდა როგორ აისახება? საკლები, მაკლები. და თუ ჩვენ საკლებს გავზდით, მაკლები გიორჩება, როგორ აისახება ეს სხვაობაზე, ისიც გაიზრდება, მეგობრებო. ასეთი მარტივი სიტუაცია, ანუ პირველი გაიზრდებოდა, მეორეს რაც შეეხება. ახლა აქ უკვე ან თავიდან იყო 1-1 შეფარდებული 165-თან, მერე ეს გადაექნა 1-1 შეფარდებული 166-თან, ანუ მნიშვნელი გავზარდე, მნიშვნელის ზრდა რას იწვევს? წილადი ეს მცირდება და გამოდის, რომ ეს უფრო ცოტა საკლებს ვიდრე მანამდე აკლებდი. ანუ მთლიანად სხვაობა
იზრდება. ანუ აქ უკვე იდეა იყო რაზე? თუ მაკლებს ამ წინი სხვაობა იზრდება. ეგეც ასე. ახლა დავაკვირდეთ ბოლო მაგალითს, მესამე მაგალითზე და ну, მე მაგალითად გამიოლდა შეიძლება თუ x გავიტანდი ფრჩხილებს გარეთ. აი, როდესაც 165 იყო ქვემოთ, ეს ხო იქნებოდა 165 ჯერ 164. და თუ 166 ჩავსვამთ, აქ იქნებოდა 166 ჯერ 165, ხო? x-ის მეგობრად თუ 166 ჩავსვამთ. გამოდის, რომ ამის ქვედა ნიშნე 166, 165-ზე მეტი, 165, 164-ზე, ანუ მერე მიღებული ნიშნელი არის უფრო დიდი რიცხვი და როდესაც ნიშნელი უფრო დიდია, ანუ ეს უფრო პატარა, წილად, ხო? შესაბამისად, უფრო პატარა იქნებოდა ახალი რიცხვის ჩასვით მიღებული მდგომარეობა, ვიდრე ძველი, ანუ არ გაზრდილა, ეს არ გაზრდილა, ანუ პასუხი იქნებოდა პირველი და მეორე. როგორც შევთანხმდით, მეგობრებო, ორობით სისტემაზე ამოცანებს ახლა არ გავაკეთებთ 26-ს და 27-ს. 38-ი ვნახოთ, იპოვეთ უდიდესი კეთიდან თუ რა რიცხვი. კი ბატონო, ამასაც არ გავაკეთებ. და მოდი ახლა ჩვენ 39-ის პირობა ხო აღზევდება ქვემოთ არა. გავაკეთოთ, მეგობრებო, გავაგზავნოთ 39-ით. ეგეც საინტერესო ამოცანაა, სხვათა შორის რაკეთ ეს ბოლო 3-4 ამოცანა, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ასე უცნაურობა რა არის ამ 39-ის პირობაში? ანუ 161 უნდა წარმოადგინო რამდენიმე რიცხვის შესაკრებად. ნუ რაღაცა A-ს დამატებული B, დამატებული C, ოღონდ არ ვიცი რამდენი რიცხვია, მათი ჯამი უნდა იყოს 161 და იმავდროულად ამ რიცხვების ნამრავლი, მეგობრებო, ხო, უნდა იყოს 161. და საკმაოდ უცნაური სიტუაცია. ნუ ახლა უცებ რომ შეიძლება შეცდომაც გეგონოთ ხომ არ შეეშალათ, როგორ შეიძლება ახლა თან რიცხვების ჯამი გამოდიოდეს 161, თან მათი ნამრავლი 161. როგორ ეს? ცოტა უცნაურია, ხო? მიდი ახლა გასაგებია, უცნაურია ეგ, მაგრამ რაღაც ნამრავლი თუ 161, ესე 161 უნდა დავშალო მე მამრავლებად და დავაკვირდე ერთი რა მაძლევს ნამრავლში 161. 161 მეგობრებო, 2-ზე არ იყოფა, 3-ზე არ იყოფა. ოთხს ახლა 7-ზე იყოფა, თვითონ 7 მოთავსდება 2 ჯერ, რჩება 2 ხო? 14-ზე. მე 21-ში 7 მოთავსდება 3 ჯერ და ვა, კაი. ანუ რა გამოვიდა 161? 161 გამოვიდა 7 ჯერ 23. და ახლა იწყება სწორედ ის თავდავიწყება, ეს საინტერესო დეტალი. 7 + 23 არანაირად არ არის, ხო? 7-ს რო დავუმატოთ ჩვენ 23 არანაირად არ არის, ოქროები 161, ხო, ეს არ უდრის 161-ს. აბა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ფაქტობრივად გამოდის, რომ მე აქ უნდა მქონდეს რაღაც ვირტუალური თანამამრავლები უნდა მქონდეს, ხო, რაღაც. რაღაცა A, B, C და ასე შემდეგ. რომ ნამრავლი არ შეიცვალოს და მე რომ ავდგები და 7-ს და 23-ს დავამატებ ამ A-ს, B-ს, C-ს და პირობითად ასე შემდეგ 161-ს უნდა ვეუბნებით. მეგობრებო, რა დროს არ იცვლება ნამრავლი არ იცვლება თუ შენ ერთიანებზე ამრავლებ. ავიღებდი მაშინ ერთიანებს, მაგრამ თან რა უნდა ხდებოდეს? იმდენი ერთიანი უნდა აიღო, რომ ჯამში 161 გამოდიოდეს, რადგან ამათი ჯამი არის 30, აქ 131, ანუ 161-მდე რომ შეივსოს, ხო, 131 ცალი ერთიანი უნდა გქონდეს. რამდენი რიცხვი გამოვიდა? სულ ოქროები. სულ გამოდის 7, 23, A, B და ასე შემდეგ, ხო? ანუ აქ 1, რამდენი ეს თუ არის 131 ცალი, სულ გვექნებოდა, მეგობრებო, 133 რიცხვი. თითო 7-იანი და 23 და დანარჩენი ერთიანი. იმედია, თვითამოცანისას და ძალიან მე მგონია, რომ სერიოზული ამოცანაა. კი, უნარული და მაინც კარგი ყურადღების ღირსი ამოცანა.
გადავიდეთ ახლა ჩვენ 40-ზე. აქ მეგობრებო, ბოდიშკეთი ძალიან წელილია, ცოტა მხარისხო სურათია, მოდი ასე ვისა. ეს არ ვარგა, მოდი ასე. წამიკითხავ პირობას და იმედია დაბრკოლება არ შეგვექმნება. მოდი აქ მოვხოთ, აბა ეს არის პირველი პირობა. 140-ს პირობა. მანას ძმების ასაკების ნამრავლი 164-ია მეგობრებო. კი ბატონო, 164-ის ტოლია. უმცროსი უფროსზე ორჯერ ახალგაზრდა. პირობითად ახლა ანას ძმები, ხო, არ ვიცი რამდენი ძმა ყავს და მაგას მეკითხებიან, რამდენი ძმა ყავს ანას, და რისი ტოლია მათი წლოვანებაო. და თქვათ, უმცროსი აწლისა. მერი არის B, მერი არის C. და არ ვიცი რამდენი ყავს, მაგრამ ყველაზე უფროსი იქნება 2 წლის. და მათი ნამრავლი მეგობრებო, ეს A ჯერ B ჯერ C ჯერ და ასე შემდეგ ეს 2 არ რომ გამომრავლო, ეგ არის 1672. ცოტა უცნაური სიტუაცია, ხო? ახლა უცნაურია ის, რომ შესაძლოა 1664-ის მიღება ბევრნაირად შეიძლებოდეს, მეგობრებო. შესაძლოა 2-3 ვარიანტიც კი იყოს, რომ ერიცხების ნამრავლი გვაძლევენ 1672-ს, მაგრამ ახლა მოდი. არ ვიცი რა ნაბიჯი მაქვს გადასადგილი, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა იქნებოდა უფრო უპრიანი, რომ მე შემეძლოს რაღაც ნამრავლად წარმოადგინო 1664-დან. მარტივ ამრავლებად დაშლა. მოდი დავშალოთ. მარტივ ამრავლებად. 2-ზე იყოფა 8-3-2. კიდევ 2-ზე იყოფა 4-1-6. მედი არ მიშლება ახლა ეს. კიდევ იყოფა მეგობრებო ეს 2-ზე 2-8, კიდევ იყოფა 1-0-4, კიდევ იყოფა 2-ზე 5-52, კიდევ იყოფა 2-ზე 26, ხო? 26, კიდევ იყოფა 2-ზე 13, 13 და 1. ვაუ, ძალიან კაი. ანუ ეს გამოგვივიდა რამდენი 7 ცალი 2 არის ნამრავლი. 1664 გამოვიდა 2-ჯერ 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 2, გამრავლებული 13. მაგრამ არ დაგვაუწყდეს ახლა ეს ნამრავლი ფაქტობრივად ძმების ასაკების ნამრავლიცაა, ხო? ანუ ამ თანამამრავლებმა რომელიღაც ძმების ასაკი უნდა შექმნა. კი ბატონო, გასაგებია. მაგრამ ახლა დავუკვირდეთ ერთ გარეგნებას. ანუ ერთ-ერთი ძმის ასაკი ხო იქნება 13, ან თქვათ 2-ჯერ 13, ან 4-ჯერ 13, ხო? ერთ-ერთი ძმის ასაკი იქნება ეგ. მეგობრებო, მაგრამ დაგვირდეთ 13 ვერ იქნებოდა უფროსი ძმის ასაკი, ხო? იმიტომ რომ უფროსი ძმის ასაკი 2-ჯერ დიდი უნდა იყოს რაღაცას. ახლა ვიღაცა იტყვის, აი 2-ჯერ 13 ხო შეიძლება. კაი ბატონო, 2-ჯერ 13, ანუ 26. მაგრამ მაშინ ეგ 2-ჯერ დიდი ხო იქნებოდა უმცროსი ბიჭის ასაკზე და მაშინ ის უნდა ყოფილიყო 13. ახლა ვიღაცა იტყვის, არა, მაგის თქვა კი არ მინდოდა, 4-ჯერ 13 მინდოდა. კი ბატონო, 2-ჯერ 13 უნდა იყოს უფროს, მაგრამ უმცროსი ხო იქნა მასე 2-ჯერ უმცროსი, ანუ 1-2-ზე გაიყოფოდა და გამოვიდოდა 2-ჯერ 13. ანუ და თუ უმცროსი ძმა 13 წლისა ან 13 შეიცავს გამყოფად, ხო? მაგალითად 2-ჯერ 13-ია. რომ გამრავდებოდა ეს ყველაფერი ერთმანეთზე, უფროსი ძმის ასაკშიც ურევია 13, უმცროსი ძმის ასაკშიც ურევია 13, ანუ გამოდის რომ მათი ნამრავლი 13-ის კვადრატზე გაიყოფოდა. 13-ის კვადრატზე კი არა, 1/13-ზე უნდა იყოფოდეს. მაშინ რა გამოდის, მეგობრებო? გამოდის რომ ვერაფრით ვერ იქნებოდა 13 უფროსი ასაკის თვის წლოვანება. მაშინ 13 წელი უნდა იყოს საშუალო ვიღაცები რომ არიან აქეთ, აი შუაში უნდა იყოს რა. სადღაც ჩინი უფროსობით. ახლა თუ უფროსი ძმა არ არის ეს 13 წლის, ესე იგი ამ უფროსმა ძმამ აღნიშნული ორიანების გამოყენებით უნდა მიიღოს ისეთი წლოვანება,
რომელიც 13-ზე მეტის იქნება. ახლა 3-2-იანი და უფრო ნაკლები ორიანებს გავყენებთ, ეს არ იმარგებს, იმიტომ რომ 8 წელი 13-ზე უფროსი არ არის, მაგრამ აი თუ ავიღებთ მაგალითად 4 ცალ ორიანს, ანუ 16 წელი, ან 5 ცალ ორიანს, ეს არის 32 წელი, მეგობრებო, მაშინ უკვე კი კაია. ну რა იქნება 13 წლის ну თქვა ან 16-ის ან 32-ის, მაგრამ ოპა თუ 32-ის იქნებოდა უქმები, მაშინ უმცროს ზღვას დარჩებოდა ყველას ნაბოლარას 4 წელი და 4 32-ზე ორჯერ ნაკლები როგორა ეს უფროსი ძმის უნდა იყოს ხო? ანუ გამოდის მეგობრებო რომ 32 წლის ვერაფრით ვერ იქნებოდა ჩვენი უფროსი ძმა. მაშინ მოდით 16 წელი განვიხილოთ ვერსიად. თუ ეს 16 წლის იქნებოდა, მაშინ უმცროსი ძმა უნდა ყოფილიყო ორჯერ ნაკლები 8 და 8 მიიღება ასე? კი, რა თქმა უნდა, მიიღება. ანუ რა გამოდის? 3 ბავშვი ყოფილი. უფროსი იქნებოდა 16-ის, საშუალო 13-ის, უმცროსი 8-ის. ასეთი ამბები დატრიალდები და მეგობრებო აქ. ну, მივიღეთ 3 ბავშვის ასაკი, მედია გასაგებია რომ ვისაუბრეთ და მოდი გადავერთოთ ახლა 151-ზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვერ გავიგებთ, რა იყო აქ, ჩემი მოსწავლეები შეიძლება გაკვეთილზეც დავისვან ეს კითხვა, ხოლო ვინც თქვათ, რაც ასე პირობილი შეხება არ აქვს ჩვენთან, შეუძლია ვიდეოების კომენტარებში ჩაწეროს და ვისებით უპასუხოთ. ახლა რა ხდება 151-ში? ესე იგი, გვაქვს 4373, გვაქვს 826 მეკობრებო და ამას ყოფს ერთსა და იმავე რიცხვზე, ну რაღაც x-ზე ვყოფთ რა. და შესაბამისად ნაშთი მიიღება 8 და 7. და უნდა ვიპოვოთ ეს გამყოფი, ამ x გეკითხებიან რა. ოჰო, საინტერესო სიტუაციაა, ცოტა უცნაური. უცნაური პრინციპში არაფერი, მაგრამ პირიქით უფრო აკეთებდით, ხო? რაღაცაზე ყოფთ და ნაშთებს გეკითხებოდნენ. მაგრამ მეგობრებო, ჩვენ რა ისევ და ისევ ნაშთის იდეა უნდა გამოვიყენოთ. და რაში მდგომარეობს ნაშთის იდეა? მეგობრებო, თუ 4373 7 მაძლევს ნაშთს, x-ზე გაყოფილიყო, ანუ მე ეს ბოდიში 800 მაძლევს ნაშთს, ხო? არ შემეშალოს 800 მაძლევს ნაშთს, x-ზე გაყოფილიყოს, ანუ რომ ავდგე და ეს რვიანი გამოვაკლო მე მას. ეს რა გამოვაკლო? არ გაიყოფა სხვაობა x-ზე? რა თქმა უნდა, მეგობრებო, 8 ხო ნაშთი იყო. 826. რომ გამოვაკლოთ 7 მეგობრებო, ეს არ გაიყოფა x-ზე? კი, გაიყოფა, რა თქმა უნდა გაიყოფა და შესაბამისად რა გამოდის? ну ეგ სხვაობა არის 4365, ხო? 4365 და ეგ სხვაობა არის 818, ხო? 818. ну 818 არა. 819. ორივე მათგანი უკვე დაშთები რომ გამოვაკეთეთ. უნდა იყოფოდეს ოქროები x-ზე. ანუ 4365-იც უნდა იყოფოდეს x-ზე და 819-იც უნდა იყოფოდეს x-ზე. როგორ შევარჩევთ ახლა ამას, ეგ ძალიან სათამაშო გამოდის. დავშლით მომრავლებად და ნახავთ საერთო გამყოფი რა გააჩნია. 4 3 6 5 ნახოთ აბა. 3-ზე იყოფა 7 პლუს 1, კი. წავიდა 2-ზე არ იყოფა, კენტი იყო. ანუ 1 13-ში რა თავსდება 4-ჯერ. 6-ში 3 თავსდება 4-ჯერ. ვიცი. მე ახლა ესე იგი ეს ერთხელ შეიძლება 1 13-ში იგი შეიძლება 1 16-ში 3 თავსდება 5-ჯერ, შეიძლება 1 და 15-ში 5-ჯერ. აი ეს უკვე 7-ზე აღარ იყოფა, 5-ზე იყოფა, 7-მდე რა გინდა. 14-ში თავსდება 2-ჯერ, შეიძლება 4 45-ში 9-ჯერ და 5-ში ოქროები ერთხელ, ხო? კი ბატონო. ახლა დავფიქრდეთ ეს რაზე იყოფა.
7-ზე არ იყოფა, მეგობრებო. 3-ზე არ იყოფა, 5-ზე არ იყოფა. ვნახოთ 13-ზე თუ იყოფა, 11-ზე არ იყოფა, 13-ზე არ იყოფა. 291-ია. ხო, ახლა სანამ უნდა გავაგზავნო ეს შემოწმება. იქნებ 291, მეგობრებო, მარტივი რიცხვია, ხო? ან იქნებ შეცდომა მაქვს რაღაც დაშვებული ანგარიში და შესაბამისად გონი შეცდომა მაქვს საერთოდ დაშვებული ერთი ანგარიში დავფიქრდეთ, აბა. დავფიქრდეთ. ნახეთ, ციფრთა ჯამი, მეგობრებო, აქ არის ეგ 3-ზე იყოფა, ხო, რატო ვწავლობდი ბევრს? ეს 3-ზე იყოფა. 29-ში 3 მოთავსდება 8-ჯერ, 8-ჯერ კი არა 9-ჯერ, 27, 2, 21 მოთავსდება 7-ჯერ. 97 იყოფა რამეზე? 97 რომ გავიგო რა ესე იყოფა, სანამ უნდა გავაგზავნო შემოწმება, 97 რის კვადრატთანაც არის ახლოს, ანუ 10-ის კვადრატთანაც 10-თანაა ახლოს და შევამოწმებ, თუ იყოფა, მეგობრებო, 10-მდე რომელიმე რიცხვზე, ექნება გამყოფითვარი და არ იქნება ნატურალური გამყოფი. ნუ ოქროები ეს მარტივ რიცხვებზე რომ შევამოწმოთ, ახლა 1/7-იანია შესაძლებელი, 5-ზე არ იყოფა, 3-ზე არ იყოფა, 2-ზე არ იყოფა და გამოვა, მეგობრებო, 97 მარტივია, ხო, 7-ზე არ იყოფა. ესე რა მივიღეთ? 4365 ყოფილა 3-ჯერ, 5-ჯერ 97. და რა შეიძლება 819 რო დავშალოთ ახლა მოვლებად ეს 3-ზე იყოფა 8-ში 2-ჯერ მოთავსდება 3, 21-ში 7-ში 3-ჯერ. ეს კიდევ იყოფა 3-ზე, მაგარი 9, 91. 91 რა შეიძლება, ეს იყოფა, მეგობრებო, 7-ზე, ხო, ეს არის 13 და 1. ახლა მოდი დავწეროთ ესეც, ანუ 819 გამოდის 3-ჯერ, 7-ჯერ 13. და რადგანაც, მეგობრებო, ჩვენ ახლა გვჭირდება ესეთი სიტუაცია, რომ ორივე ერთსა და იმავეზე იყოფოდეს, ხო? კი ბატონო, ამრავლებად დავშალე, გავიგე თითოეული მათგანი რაზე იყოფა. მაგრამ უნდა მოვძებნო ესეთ რიცხვი ორივე ერთდროულად რომ იყოფოდეს და რომელია ასეთი? აი ეს 9-ზე გაიყოფოდა 1-იც, 9-ზე გაიყოფოდა 2-იც. რატო 9? იმიტომ რომ მეგობრებო, მეტი 2-3-იანია საერთო გამყოფი მათთვის, საერთო გამყოფი, რაზეც ორივე იყოფა. ანუ 1-9-იანი და შესაბამისად გამოვიდა პასუხი 9. მოდი ახლა ნახოთ 42 რას გვიზადებს. ესე იგი, ეს შესაძლოა არ გაიოცადა. იპოვეთ 1-ზე მეტი ნატურალური n რიცხვი, ანუ n მეტი 1-ზე, ისეთი რომ 573-იც იყოფოდეს n-ზე. 714-იც უნდა იყოფოდეს n-ზე. არა, ბოდიში, სულად გეუბნებით. 773 რომ გავყო n-ზე, ნაშთი რაც იქნება, თქვა ნაშთი არის a. 714-იც იგივეს უნდა მაძლევდეს n-ზე გაყოფის დროს ნაშთს. და 902-იც იგივეს უნდა მაძლევდეს n-ზე გაყოფის დროს ნაშთს. აბა გავიხსენოთ ახლა, მეგობრებო, ნაშთებთან დაკავშირებით რა მთავარ ფანტს ვატარებთ, ხო? ვაკეთებთ. ანუ ფაქტობრივად მე თუ A-ს გამოვაკლებდი თითოეულ მათგანს, ისინი n-ზე უნაშთოდ გაიყოფოდნენ. მაგრამ ახლა მოდი პირდაპირ გეტყვით, რომელია გამოსადეგი გზა. რა არის თავარი, ანუ ჩვენ სხვადასხვა მომენტი გვაქვს ახლა ნაშთებთან დაკავშირებული მასალები და თუ გახსოვთ აი გამოსახულება რომ ქონდა და ყოფთით, თქვათ, ყოფთით U7-ზე. როგორ უნდა მოქცეულიყავ, ხო? უნდა დამოთვალა A რას მაძლევდა ნაშთს, უნდა დამოთვალა B რას მაძლევდა ნაშთს და მე მოკვდა. მაგრამ მეგობრებო, მოდი ახლა გამოკლება აქვს. თუ ვიცი რომ A-ც და B-ც ერთი და იგივე რაღაცას აი მაგათაც ნაშთს მაძლევს K-ს, ეს ნაშთს მაძლევს K-ს, ეს K-ები ხო გაბათილდებოდა ერთმანეთზე და ნაშთი ნული ხო იქნებოდა.
ანუ გამოდის რომ თუ A და B რიცხვი ორივე ერთი და იგივე ნაშმაწლებს შვიდზე გაყოფის დროს, ესე იგი მათი სხვაობა უნაჟდოთ იყოფა 7-ზე. ვაუ, რა მაგარია. ანუ რა გამოდის? გამოდის მეგობრებო, რომ თუ მე ახლა ავდგებოდი აი ამ სამ რიცხვს ერთმანეთს გამოვაკლებდი, აი მაგალითად 7-ს 14-ს გამოვაკლოთ მეგობრებო 573. ნუ 1 მოხსენებული 20 დამჭირებია და მოხსენებული 1 სჭირდება 11 7 4 და აქ თვითონ 1 იქნებოდა. ასევე მეგობრებო 9-ს 2-ისთვის რომ გამოვაკლო 7-ს 14, ხო? ნუ იქნებოდა 8 და 1. და მესამე შემთხვევაც რა თქმა უნდა 9-ს 2-ისთვის რომ გამოვაკლო 573. ხო? რადგანაც ყველა სამივე ერთმანეთს გვაძლევს ტოლ ნაშთს, ანუ მათი სხვაობები აუცილებლად გაიყოფოდა n-ზე. ეგ არის 9 და 2 არის 3 და ფაქტობრივად 141-იც უნაშთოდ გაიყოფოდა n-ზე, 188-ც უნაშთოდ გაიყოფოდა n-ზე და 329-ც უნაშთოდ გაიყოფოდა n-ზე. იმიტომ რომ მეგობრებო, ერთი და იგივე ნაშმაწლები და მოცემული რიცხვები მათ გამოვაკელით ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, ესენი უნაშთოდ გაიყოფიან ამ მოცემულ რიცხვს. და ახლა რომ მოგვეფიქრებინა იოგად რა რიცხვია, რა თქმა უნდა, საერთო გამყოფამდე მიდის 151 უნდა დაგვეშალა მარტივ მომრავლება, 2-ზე არ იყოფა, 3-ზე იყოფა, 4 7 ხო? 2 რჩება 21-ში 57. 57 მეგობრებო, მარტივი რიცხვი არაფერზე არ იყოფა, 57 1. აგილოთ მე 188-ს დავშვიდით და 2 და 9 და 4 და 2 57 და 57 მარტივი რიცხვი, ოპა. და მე 329. ანუ 2-ზე რომ გავყოთ უქროები რა გამოდის? 1 6 მოდიში 329-ს ვუძებ ყოფა თუ არა. 2-ზე როგორ იყოფა ეს მაგარი არა, სვაკეთებ რა. ეს 2-ზე ხო არ იყოფა რა. ეს 2-ზე არ იყოფა, 3-ზე არ იყოფა, იმიტომ ციფრთა ჯამი არ არის 3-ის ჯერადი 4-ზე თავისთავად არ გეყოფა, 4-ზე არ 6-ზე არა, 7-ზე. დილას 7-ზე თუ იყოფა 32-ში 7 მოთავსდება 4-ჯერ 28. კი, რჩება 49, 49-ში 7 მოთავსდება 7-ჯერ. და მოდიში 47-ში 47 მოთავსდება 1. მოდიში. მარტივი. ანუ რა გამოვიდა უქროები? 141-ზე რომ ესე იგი 141-იც 188-ც მეგობრებო 329-ც ერთსა და იმავე რიცხვზე უნდა გაყოფილიყო. ანუ ფაქტობრივად ვეძებ მათ საერთო გამყოფს. მათ საერთო გამყოფი გამოვიდა 47. აი 47 იქნებოდა ის რიცხვი, რომელზეც ესენი უნაშთოდ გაიყოფიან, ანუ აგერ სხვანაირად თუ ვიტყვით მეგობრებო 47 იქნებოდა რიცხვი, რომელზე გაყოფის დროსაც ეს სხვადასხვა რიცხვი გავყო, მივიღებდი ერთსა და იმავე ნაშთს. აბა მოდი დავაკვირდეთ ახლა 153-ს და ეს არის დავსები. ბოლო მაგალითი თავში. კი ბატონო, აბა მოდი დავაკვირდეთ. 53, 42 გავაკეთეთ. კი. და 53. ანუ რა ხდება? m და n არის ნატურალური რიცხვები და გადაამრავლეს ერთმანეთთან, დამრავლში მივიღეთ 2-ის 5 ხარისხის, 3-ის კვადრატი, 5-ის კუბი, 7. და კითხვა არის ასეთი, აი m და n რა უნდა იყოს, რომ მათი უსუგურად შეიძლება დიდი გამოვიდეს. ანუ უდიდესი საერთო გამყოფი m-ის და n-ის უნდა გამოვიდეს მაქსიმალურად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, მეგობრებო, ახლა რა ლოგიკა? რაც შეიძლება ბევრი საერთო რომ ჰქონდეს ორ ძმას, ხო? ნივთებს შორის, კაი ნივთებს თავი დავანებოთ იყოს. ნივთები იყოს თვითონ ეს რიცხვები ახლა, ხო?
ორ რიცხვს მეტი საერთო გამყოფი რომ გქონდეს, ანუ გამოდის რომ 1-ას 2-იანი თუ შეხვდებოდა მეორესაც უნდა შეხვედროდა. 1-იან 3-იან თუ შეხვდებოდა მეორესაც უნდა შეხვედროდა. ანუ გამოდის რომ რიგრიგობით უნდა გაინაწილონ კომპონენტები. აი ნახეთ 5 ცალი 2 ხო გვაქვს და ეს ცხრილი რო გავაკეთოთ რაღაც ასეთი 5-ში. ასე m თუ წაიღებდა 1 ცალ 2-იან, სულ 5 ცალი 2-იანი ხო გვაქვს n-ის 1 უნდა წაიღო. m თუ წაიღებდა მეორეს n-საც მეორე უნდა წაიღო და n თუ წაიღებდა მესამეს, ნუ n ვეღარ წაიღებდა. ახლა კითხვა ისმის, არ გვინდა საერთოდ ყველას თუ გამოვიყენოთ თუ ჩამოვწეთ, არა, პირობაში ასე რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა. აი ბატონო, ეგ ერთი. ახლა მეორე სულ 2 ცალი 3-იანი არა, 2 ცალი 3-იანი მარტივგასაწინებელია, ხა? ერთი აქ, ერთი აქ. ეს გქენით, ეს გქენით. მერე 5-ის კუბი. 5-ის კუბი რას აკეთებს? 1 5-იანი აქ, 1 5-იანი აქ და მესამე 5-იანი ნუ სულ ერთია რომელ რიცხვს ექნებოდა. ნუ კაი, ხონდეს ისო პიროს გადიდი რიცხვი გამოდის. და მესამე არის 7-იანი, რადგან 7-იანი არსად არ დაწილდება, ესე იგი n-დან ვერ იქნებოდა ცალკე, ანუ ჩვენ კი დავწერთ ახლა, მაგრამ ის საერთო ხო არ იქნებოდა მეგობრებო ორივესთვის. რა გამოგვივიდა m? m გამოგვივიდა უხრები 8 ჯერ 3 24, 24 ჯერ 25. ხო? შეგვიძლია ასეც ვთქვათ, ხო? აი პრინციპში m-ის დათვლა რა თქმა უნდა, ბოდიში, m-ის და n-ის დათვლა არ გვჭირდება. იყოს რაც არის. არამედ კითხვა რა, ჩვენ უსუგურს გთხოვენ და უსუგურ რა იქნებოდა? საერთოები მათ რაც აქვს. ანუ ჯერ ჩვენ უპასუხებთ კითხვას, რომ როგორ შეიძლება ეს გამყოფები განაწილებულიყო m-ის და n-ის ნავრალი რომ არის, ასე შეიძლება და აი ეგ იქნებოდა საერთო. ანუ 2 ჯერ მაქსიმუმი იქნებოდა 2 ჯერ 2, აი ეს გამრავლებული 3-ზე გამრავლებული 5-ზე. ასეთი ამბავი რა გამოდის ეს გამოდის მეგობრებო 60. კი ბატონო. 60 იქნებოდა მათი უდიდესი საერთო გამყოფი. ანუ რაც შეიძლება ბევრი საერთო უნდა გქონოდათ, რომ მათი საერთო გამყოფი გამოსულიყო რაც შეიძლება დიდი. ანუ პრინციპში ჩვენ დავასრულეთ ამოცანები, კი ერთხელ გიმეორებთ, რომ აქ რაც ორობითი სისტემა შედიოდა, მაგას მე თვეების მერე ცალკე საკმაოდ სუყეთ ახსნით, ახლა ისე მაგრამ არ გვინდა ეგ ამოცანები. კარგით აბა დროებით.